იცით რა აქვს საერთო ილია თოფურიას, ჯიმ კერის, ილონ მასკს და გიორგი მიქაუტაძეს. ისინი სანამ წარმატებას მიაღწევდნენ, ეს გამარჯვება ჯერ საკუთარ გონებაში ნახეს. ეს არის ვიზუალიზაცია, შენი ოცნებების წინასწარ დანახვა. ჯიმ კერიმ საკუთარ თავს 10 მილიონიანი ჩეკი დაუხატა და საფულით დაქონდა 5 წელიწადი, სანამ ერთი ფილმისთვის 10 მილიონიანი ანაზღაურება არ მიიღო. ილია თოფურიამ ერთი დღით ადრე იზეიმა გამარჯვება. დიდი ხანია მინდა, რომ ჩვენი ურთიერთობა გახდეს სასარგებლო თქვენთვისაც და ამისთვის გადავწყვიტე, რომ მოგიყვეთ წარმატებული ადამიანების შესახებ და გავიგოთ ერთად, როგორ მიაღწიეს მათ ამ წარმატებას იმისთვის, რომ ეს ყველაფერი თქვენ გამოიყენოთ ცხოვრებაში. შეიძლება გგონიათ, რომ წარმატება შრომაზეა დამოკიდებული. დიახ, შრომა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გავხდეთ ისეთები, როგორიც გვინდა ვიყოთ. თუმცა ამის გარდა ცნობილი ადამიანები, მომღერლები, ბიზნესმენები იყენებენ კიდევ ერთ რამეს და ეს არის ვიზუალიზაცია. ამ ვიდეოში მოდი ერთად ვნახოთ, როგორ ახერხებენ ცნობილი ყველაზე წარმატებული ადამიანები ჩემპიონობას. The worst moment I had was that kick. It was a terrible moment. He got head kicked. Oh my God, he head kicked and he's dropped badly. I didn't see that kick coming. ყველასთვის საყვარელი მებრძოლი ილია თოფურია სანამ ოლივიერას ნოკაუტით დააგდებდა, წინა ღამეს გამარჯვება ოჯახის წევრებთან იზეიმა. ეს ვიდეო გამოაქვეყნა თავის სოციალურ ქსელში, სადაც წერს: მადლობა, რომ ჩემთან ერთად ზეიმობთ გამარჯვებას. მან წინასწარ იზეიმა გამარჯვება აღნიშნა და ამით საკუთარი თავი კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ გამარჯვების ღირსი იყო. რაც მთავარია, შედეგი მთლიანად პასუხობს მის წინასწარმეტყველებას. 2 წუთსა და 27 წამში ოლივიერა დაანოკაუტა. ელი თოფურიასგან. პირველ რაუნდში KO! არ გაგიკვირდეთ, რომ ესეთია, იმიტომ რომ ეს არის პატარა გიოს ხელებით გაკეთებული, როცა იყო 8 წლის და თემა ჰქონდათ სკოლაში რა გამოხვალ მომავალში. ეს თავისი ხელი თვითონ ჯორჯინიო აწერია. ეს ლამაზად ესე შეკრა, ეს გული აქ რაღაცა ეს პატარა დეტალები, ეს თავისი ხელით ეს მოგვიტანა უკვე სახში გაკეთებული. ეს გიორგი მიქაუტაძის დღიურია და მე ვიყენებ ჯეოთიმის მასალას. საბას ფეხბურთელის მშობლებმა აჩვენეს, როგორ ჭრიდა 8 წლის გიორგი მიქაუტაძეს ჟურნალებიდან ცნობილი ადამიანების ფოტოებს და თავის თავს აკრავდა. ესეც ვიზუალიზაცია. ხედავთ, რომ დააკვირდებით, რომ თავისი სურათები აქვს დაკრული. ლიონის ფორმაში. ლიონის, იმიტომ რომ ამ დროს აი ამ ხელა იყო რომ გააკეთა რაღაც 7-8 წლის და ეს სტატიებია გამოღებული, რაღაცას დაკრული, აი ყველაზე ეს ფეხბურთი და აქ ფრანგულად უწერია Je serai le plus grand footballeur du monde. მე ვიქნებიო ყველაზე მაგარი ფეხბურთელი მსოფლიოშიო. აი აქაც უწერია მე ვარ საუკეთესო. აი თავის თავს იმაშება ეს მაშინ გიორგი მიქაუტაძეს გაცნობიერებულიც კი არ ქონდა, თუმცა წინასწარ ხატავდა თავის მომავალს. That's a good ball back in. It's a wonderful finish. Mick Outside. That's it. 3-3 for him. ჯიმ კერიმ 90-იან წლებში საკუთარ თავს დაუხატა 10 მილიონიანი დოლარის ჩეკი. საფულით დაქონდა თითქმის 5 წელი, სანამ ეს ანაზღაურება ფილმისთვის არ მიიღო. ესეც ვიზუალიზაცია. So to me, you know, when I paint, I'm being painted. When I write, I'm being written. And when I act, I'm being acted through it. You know, it's there to express my truth. And it finds me. Who is Elon Musk? ჩემს გონებაში დეტალურად ხედავდი, როგორ იფრენდა რაკეტა. ამბობს ილონ მასკი. Okay, where's the... Okay, this is bad. Potentially bad.
When we started coming in, it sounded like an explosion. Yeah, man. Oh my God. ახლა მინდა გაგიზიაროთ ინფორმაცია, რომელიც მოვიძიე, როგორ მუშაობს ვიზუალიზაცია. აირჩიე შენი მთავარი მიზანი, გახდე ფეხბურთელი, გახდე მომღერალი, გახდე მოცეკვავი, გახდე ბიზნესმენი, ის რაც შენ გინდა. იპოვე ფოტო, ფრაზა ან დახატე შენი თავი ამ ფორმაში. გააკარი კედელზე ან გააკეთე დაფა, სადაც შენი მიზნები ზუსტად იქნება გაწერილი. ყოველ დღე 2-3 წუთი იფიქრე იმაზე, რას გრძნობ მაშინ, როცა ეს მიზანი მიღწეული გაქვს. ვიზუალიზაცია არ გეგონოთ რაღაც ჯადოსნური რამ. ეს არის უბრალოდ გონების სრუკა. ყოველი წარმატებული ადამიანის ისტორია იწყება წარმოსახვით. წარმოიდგინეთ, რა გააკეთა ჯიმ კერი. 10 მილიონიანი ჩეკი დახატა და საფულით დაქონდა, სანამ რეალურად 10 მილიონიანი ანაზღაურება ერთი ფილმისთვის არ მიიღო. ყველა წარმატებული ადამიანის ისტორია იწყება წარმოსახვით. ისინი ხედავდნენ იმას, რაც ძალიან უნდოდათ და სწორედ ამიტომ შექმნეს. წარმოსახვა არის პირველი ნაბიჯი, მეორე ნაბიჯია უკვე მოქმედება. შრომის გარეშე ყველამ ვიცით, რომ არაფერი არ გამოვა. თუ თქვენ უბრალოდ გადაწყვეტთ, რომ უყუროთ თქვენს გაკრულ ნახატს, სადაც წარმატებული ხართ და არაფერს გააკეთებთ, რა თქმა უნდა, წარმატებას ვერ მიაღწევთ. თუმცა შრომა და ვიზუალიზაცია ერთად ძალიან დაგეხმარებათ. ზეც გადავწყვიტე, რომ ჩემს კედელზე გავაკრა ყოველდღიური გეგმა. რა მინდა, რომ ყოველდღე გავაკეთო და გამახსენდეს. 5 რამ არის, რასაც ჩემ თავს პირდები და ვერაზრს ვერ ვაკეთებ. ეს არის წყლის დალევა, ვარჯიში, FIFA-ს რაღაცის მეცადინეობა და ეს FIFA-ს რაღაცის მეცადინეობა რა არის, ჯერ ვერ გეტყვით და მეოთხე რაც ყოველდღე მინდა რომ გავაკეთო არის YouTube-ზე და TikTok-ზე აქტიურობა, ამიტომ ამ გეგმას ჩამოვწერ, ეს იქნება ჩემი გეგმა. ის გზა, რაც მიმიყვანს მიზნისკენ. მიზნებს კი ცალკე დავხატავთ. ნაწილს გაგიზიარებ და ნაწილს ჩემთვის დავიტოვებ. ეს არის ჩემი ადრე გაკრული სურვილები, რა მინდოდა გამეკეთებინა და მინდა თან ეს სურვილები განვაახლო. ამიტომ ეხლა ამ ყველაფერს ჩამოვხსნი. თავიდან უნდა დავხატო. და თავიდან გავაკრა. თქვენც აუცილებლად გააკეთეთ სახლში. მშობლები გეტყვიან, რომ კედელი გაფუჭდება, უთხარით, რომ კედლის გაფუჭებაზე მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ. და თუ მაინც არ მოგცეს კედლის გაფუჭების უფლება, მაშინ შეგიძლიათ აიყოთ დღიური და დღიურში დაწეროთ. თუ ამ გეგმას შევასრულებ, ჩემ თავს დაუწერ ძალიან დიდ ყოჩახ. მაგრამ რომ მიცოდეთ საკუთარი თავისთვის ყოჩახის თქმა, ყველაფრის გაკეთების გარეშეც შეიძლება, იმიტომ რომ ჩვენ ამას ვიმსახურებთ. ვიმსახურებთ, რომ ჩვენ თავს უთხრათ, რომ კარგები ვართ. ეს არის ერთ-ერთი ჩემი მთავარი მიზანი, რომელიც ესე დავხატე, მაგრამ აქ გამომრჩა, რომ აქ არ ვარ მე. და ეხლა შიგნით უნდა ჩავხატო ჩემი თავი. ან ფურცელზე ამოვბეჭდა ჩემ თავს და დავხატო. ეს არის ჩემი საზაფხულო სახლი, როგორი მინდა იყოს და აუცილებლად მექნება ესეთი სახლიც. YouTube-ზე ძალიან ბევრი გამომწერი მინდა და ამიტომ გამოიწერეთ ჩემი არხი. ეს არის 2024 წლის მიზნები და ასეთი ახალიც მინდა რომ გავაკეთო და ამ დღეებში გავაკეთებ და დავკიდებ აუცილებლად. აი ამ ინფორმაციის გაზიარებით, რომელსაც წინასწარ ვეძებ, ვამზადებ თქვენთვის, ვთვლი რომ მნიშვნელოვან რამეს ვაკეთებ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია პატარა ასაკიდანვე იცოდეთ როგორ წარმართოთ თქვენი ცხოვრება. ძალიან მნიშვნელოვანია რომ კომენტარებში დამიწეროთ მოგეწონათ თუ არა ეს ვიდეო. თუ ვნახავ რომ მოგეწონათ და ნახვევით შესაბამისი ექნება, აუცილებლად გავაგრძელებ ამ სერიას. გავაკეთე და გავაკარი და თუ თქვენს გააკეთეთ, აუცილებლად ჩამიგდეთ ფოტო Instagram-ზე. და კომენტარებში დამიწერეთ რა გსურთ თქვენ, რა მიზანი გაქვთ და როგორ აპირებთ ამ მიზნის მიღწევას. მე ყოველ შაბათს ვეცდები წარმატებული ადამიანების მაგალითზე გაგიზიაროთ, როგორ მიაღწიეს ამ ადამიანებმა წარმატებას და თქვენთან ერთად მეც ვისწავლო წარმატების მიღწევის ფორმულები. ეხლა სახლში წავალ და მეც დავუხატავ ჩემ თავს $10 მილიონ ჩეკს. თქვენ ამდენს აუხატავთ.